Როგორ აღნიშნეს, ქალთა საერთაშორისო დღე თელავში 8 მარტის დილა ადგილობრივი ქალბატონების ერთი ნაწილისთვის სრულიად ჩვეულებრივად, ნაწილისთვის კი განსხვავებულად დაიწყო. Განსხვავებული იყო ძველი სატახტო ქალაქის ქუჩებიც, სადაც მოსეირნეწყვილები ძირითადად იებით ხელში შეინიშნებოდნენ. სახელდახელოდ მოწყობილ დახლებთან ყვავილების გამყიდველებიც აქტიურობდნენ და გამლველებს უხმობდნენ. ტელეკომპანია თანამგზავრი ჟურნალის ადგილობრივი წარმატებული ქალბატონების საკუთარი წარმატების ფორმულას უმხელდნენ, მამაკაცები კი იმის გარკვევას ცდილობდნენ თუ რა სურთ ქალებს. ქალთა საერთაშორისო დღე თელავში მცხოვრები მანდილოსნებისთვისაც განსხვავებულად დაიწყო. ქუჩებში მხიარულად მოსეირნეწყვილები ძირითადად იებით ხელში და სახეზე ღიმილით შეიმჩნეოდნენ. თითქოს და ერთი ჩვეულებრივი დღე მათთვის დღესასწაულად გადაქცეულიყო. იების ტონებით სავსე დაღს, რომელსაც ბებო დარაჯობდა, ბევრი ახალგაზრდა ბიჭი აკითხავდა, რომ ყვავილები საყვარელი ადამიანისთვის, შეყვარებულისთვის, ცოლისთვის, დედისთვის, ბებიისთვის ეჩუქებინა და გაეხარებინა. Როგორ დაიწყო 8 მარტი მათთვის ვისგან ნაყიდი ყვავილებითაც სხვა მანდილოსნებს ახარებდნენ. მათი პასუხი იყო დილის 8 საათზე. 8-ზე აბა ეს კარგია, ჩვენთვის 8 მარტი რა დღეში ვარ და ვერ ავხედით იებს. არა, მომილოცა 4 კონა წაიღო და 1 ლარი დატოვა, ეს ჩვენთვის მომილოციაო იები. ავისთავად ცხადია მესია მონად. ხალხში რაღაც იგრძნობა, რომ აი ადრე როგორც იყო. ისეთნაირად მაინც არ არის 8 მარტი. ძირითადად მამაკაცები ყიდულობენ. მანდილოსნებს იმდენად უჭირთ. ბიჭები უფრო უპრეტენზიები არიან. ჩვეულებრივი რა ვიცი. იღებენ რომელიც რასაც ვეტყვით, უკმაყოფილოები არა ვარ. და მაინც რა სურთ ქალებს, ეს კითხვა გამოკითხულ მამაკაცთა უმრავლესობისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა. დუმილის შემდეგ მათი პასუხი სიყვარული იყო. მე ვფიქრობ, რომ ქალებს სურთ ყველაფერი ის კარგი, რაც კი შეიძლება რომ უსურვოთ ჩვენს ქალბატონებს. ეს არის რა თქმა უნდა ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, წარმატება. ეს განსაკუთრებული დღეა, ვისარგებლებ მომენტით და მიულოცავ სრულიად საქართველოს მანდილოსნებს. მეტი სიყვარული სითბო უნდა ვაჩუქოთ ჩვენ მამაკაცებმა, რა ყველა მანდილოსნას მიულოცავ. საქართველოში და მთელ მსოფლიოში ქალთა დღეს. მანდილოსნებს რა თქმა უნდა სურთ უპირველეს ყოვლისა თავისუფლება და ბედნიერება. რისთვისაც არ დაიშურებენ განახორციელო ესათვის ქმედებები. რომ მიაღწიონ აი ამ ღირებულ თავისუფლებას და ბედნიერებას. ქალის წარმატების საიდუმლო შრომაში და იმ საქმის კეთებაშია რაც უყვართ. ამბობენ თელავში მცხოვრები წარმატებული ქალბატონები და წამიერად ღირებულებებზე, გრძნობებზე და მოვალეობებზე ფიქრდებიან. შრომა და შრომა, სწავლა. თუ არ ისწავლეთ, თუ არ ვიშრობთ, თუ ის არ მოვიქეცით. როგორ ჭირდება ჩვენს საქმეს და არა ჩვენს დასვენებას მარტო და ეგრეთ წოდებულ ფეხბურთზე გადადებას. არაფერი არ გამოვა. ჩემი აზრით იმისთვის რომ ქალმა და ნებისმიერმა ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს, პირველ რიგში არის სულიერი სიმშვიდე საჭირო და გაცნობიერება იმისა, თუ ვინ არის, რა ხდება მის გარშემო და რისი კეთება სურს. როდესაც ამ ყველაფერს გაარკვევს თითოეული ჩვენთაგანი თუ ვინ ვარ მე, მაშინ უკვე ყველაფერი დაალაგდება. ქალი არის ბედნიერებისთვის გაჩენილი და ამიტომ ყველა ქალს გულის სიღრმეში სურვილი აქვს რომ იყოს ბედნიერი. უნდა იყოს თავის თავში დარწმუნებული და სჯეროდეს საკუთარი ძალების. ადვილია თუ არა ქალად ყოფნა, ამ კითხვაზე კი მათი პასუხია რთულია ზოგადად იყო ადამიანი და მაინც რატომაა რთული ადამიანად ყოფნა, ამასაც თავისი გამორჩეული ქალური ლოგიკით ხსნიან. არ ყოფ ხოლმე ესე რთულია ქალად ყოფნა, რთულია კაცად ყოფნა, კაცებს კითხოთ როგორი რთულია, ასევე რთულია ქალად ყოფნა, საერთოდ ადამიანად ყოფნა ძალიან რთული. დარჩე ბოლომდე ადამიანად ძალიან რთულია. ჩვენ იმდენი რაღაცებს ვაწყდებით ცხოვრებაში, იმდენ წინააღმდეგობებს, ხან რაღაცა ემოციები გვიპყრობს, ხან რაღაცა ბრაზდებით, ვიღაცაზე ნაწყენებით ვართ ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ უთუყო და შეში ძალიან ხშირად არაჩვენო ადამიანს რა გეწყინა, რა გეწყინა, რა გეტკინა, არ უთხრა ის რაც არ უნდა უთხრა, ეს არის ადამიანობა. თელაველი ქალბატონების თქმით, ყოველი მათი დღე სიყვარული და ღმერთის საჩუქარია, მაგრამ 8 მარტი მაინც გამორჩეულია.